თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება დღის განმავლობაში დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია მსვლელობა გამართეს. დღეს კულინარიული სფეროს წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზარში შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მსვლელობაში მონაწილეობა ცნობილმა მზარეულებმა, აქტივისტებმა და მოქალაქეებმა მიიღეს. პროტესტის მონაწილეები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს ასევე შეუერთდა სტუდენტთა ნაწილიც. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ასევე მხარდაჭერის მიზნით აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებით ჩამოთვალეს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ამ ლოზუნგით და მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ბოლო დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. გუშინ თბილისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობები საღამოს რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა. 16 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მყოფ მომიტინგეებს უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. არა, რა სიკინებით, რა დაგინებინები.